მოგესალმებით. დღეს არის კვირა 11 საათი და 30 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ Silk Universal-ის ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა კონსულტაცია ვეტერინართან. მე კი ამ პროექტის ავტორი და წამყვანი ვარ ნანა ავალიშვილი. გადაცემაში დღეს ნახავთ. არის თუ არა შინაური ცხოველის ბეწვი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, მითები და რეალობა. ექიმი ვეტერინარის ვახო მამალაძის კონსულტაცია. რუბრიკა სტუმარს დღეს ცნობილი ტელეწამყვანი მაიკო ასათიანი და მისი 4 ფეხა მეგობრები მას პინძლობენ. ერთგულება, ნდობა, სევდა, განცდა, სიყვარული, ზღვა ემოცია ჩვენს ეთერში. მაშასე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად ექიმ ვეტერინართან ვახო მამალაძესთან ერთად შემოგიერთდებით. გამარჯობა ვახო. მოგესალმები. მითები და რეალობა. ეს არის დღეს ჩვენი გადაცემის თემა. კარგად იცი ერთობლივი შეთანხმებით და დასაწყისისთვის მინდა გთხოვო კანის დაავადებებთან დაკავშირებით გავაკეთოთ განმარტებები ჩვენი ტელემაყურებლებისთვის. რაღაცნაირად მიჩნეულია, მითია, რომ ძაღლის ბეწვი ან კატის არის საშიში, სიცოცხლისთვის საშიში და ასე შემდეგ. აი, რა არის რეალობა? გთხოვ. რა თქმა უნდა, ბეწვი ცხოველების საერთოდ საშიშია თუ არა, ეს არის მუდმივი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ბუნებრივია. ყველა კითხულობს, ყველა დროს, ადრეც, ეხლაც და ალბათ მომავალშიც ყველა იკითხავს. მაგრამ აქტუალური რაღაც გარკვეული მითი არსებობს, შიშები არსებობს, ზოგი სკეპტიკურად უდგება, ზოგი პირიქით არ ეშინია და 1000, სწორედ ამისთვის კარგი იქნება იქ აი დრო არის ზუსტად რომ განმარტოთ თუ ესე იგი არის საშიში თუ არა. რა არის ბეწვი, ხო? ბეწვი ეს არის ცილა, სახეშეცვლილი ცილა, რომელიც არის საფარველს ფარავს, ხო, ბეწვი. ასე იგივე ჩვენი თმაც იგივე ბეწვი, ესე ვთქვათ. მეტი არაფერი, პერიოდულად გვცვივა, ჩამოვარდება შემდეგ, მაგრამ ცხოველის ბეწვი უფრო ცვივა, გააჩნია ხა ჯირს და მაგალითად არიან ისეთი ძაღლები, რომელსაც ბეწვი საერთოდ არ ცვივა. მინიმუმ დონეზეა დასული, მაგალითად იორკშირ ტერიერი, მალტეზე, პუდელი და ასე შემდეგ, მაგრამ არიან ძაღლები, აი გერმანული ნაგაზი, მაგალითად, თუნდაც აი კურცხარი, თუნდაც აი სხვა ფრანგული ბულდოგი, იმათ ცვივად ინტენსიურად ან შპიცენ. მაგრამ ლაბრადორს და გოლდენ რეტრივერს გვერდი აუარი, იმიტომ რომ ძალიან ცვივად, რა თქმა უნდა და მაგრამ საქმე იმაში არ არის, აი ცვივად. მე რა, ეს უბრალოდ არა ჰიგიენური კუთხით არ არის მიზა შეწონილი და არ არის სასიამოვნო უბრალოდ, თორემ ბეწვი თვითონ არ არის საშიში, არანაირად თუ ადამიანი არ არის ალერგიული. მაგრამ ახლა შეა საქმე რა ვერ გაიგო საზოგადოებამ და რა სწორედ იმ საქმე იმაში გახლავთ რომ თუ ესე იგი ბეწვზე არ არის ექინოკოკის კვერცხები ან სხვა ჰელმინთის კვერცხები ან რაღაც ისეთი ელემენტები ის ბეწვი ნამდვილად არაა საშიში აბსოლუტურად. აი რა პრობლემაა ჯანმრთელი ძაღლის ბეწვი არ არის საშიში. თუ ჩვენ ვამუშავებთ მას პოპულარული ენით რომ ვთქვათ ჭიაზე. პირველ რიგში უნდა დაივარცხნოს, დაიბანოს და დეჰელმინთიზაცია უნდა ჩაუტაროთ. დეჰელმინთიზაცია ეს ნიშნავს ჭიაზე დამუშავებას, რა თქმა უნდა, და გარდა ამისა კარგი იქნება თუ ესე იგი დღეს კომბინირებული პრეპარატები არსებობს, როგორც ენტო, ისე ექტო პარაზიტებზე, რომელიც ესე იგი მოქმედებს იდეალურად ცხოველის ორგანიზმზე. ხო, ესე იგი ბეწვი სუფთაა ექტო პარაზიტებისგან, ორგანიზმი სუფთა არის, ესე იგი ენტო პარაზიტებისგან და მთლიანობაში ძაღლი არის ჯანმრთელი, ხო? ეხლა ესეთი ბეწვი ნამდვილად საშიშრობას არ წარმოადგენს. აი არანაირად. ეხლა მოდით ვილაპარაკოთ, ვიდრე როგორ შეიძლება ძაღლი სახლში არის ესეთი ადამიანთა კატეგორია, გძალავენ მაქსიმალურად ამას. ბავშვი რო გარეთ სილაში თამაშობს. ბავშვი რომ მიდის ტრანსპორტს კიდებს ხელს. ეხლა თქვენ გონიათ იქ ბეწვი არ არის? ან ბავშვი რომ ფეხბურთს ითამაშებს დაუშვათ ან ბურთს მოკიდებს ხელს, იქ შეიძლება ესე ბეწვის ესე ელემენტები არ არის, გამორიცხულია. ესე სულად სტერილურ გარემოში ჩვენ ბავშვს ვერ ვამყოფებთ, ვერც ბავშვს, ვერც მოზრდილს, ვერც ჩვენ ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, არასწორი მიდგომა არის საერთოდ ამის მიმართ. რა თქმა უნდა, ხელები ყოველთვის უნდა დავიბანოთ, ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღებამდელი, ესე იგი ჰიგიენა დავიცვათ მაქსიმალურად, დავჯექი, ჩამოვიბერტყეთ, მე ისევ ხელებს ვიბანთ, ეს უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა, მაგრამ უშუალოდ რომ აი ცხოველი სახლში არ შეიძლება და კატები და ეს არის ყოვლად ეს არის რაღაცა მითი, ეს არის რაღაცა ცხოველთა მოძულეობა, ესე დავარქვათ იმ მთლიანად. ამიტომ ყველაფერს უნდა თავის სახელი უნდა დავარქვათ. რომ თუ ჩვენ ესე იგი ცხოველი გვიყვარს ის ბეწვიანად
თავის ყველაფრით, მოვლით, ვაქცინაციით და ჰელმინდიზაციით და აქედან გამომდინარე ჩვენზე ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. არიან ისე იგი ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიურად არის შეშინებულები და ამიტომ ვუხსნით ამ ყველაფერს, რომ ბეწვი არ არის საშიში, თუ ის ძაღლი ჯანმრთელია, დამუშავებულია და ასე. მაგრამ არიან ადამიანთა კატეგორია, რომელიც არიან ალერგიულები. ამათთვის არსებობს ჰიპოალერგიული ძაღლები. აი უნდა განსაზღვროთ, რომელი არის. ეს არის ბობტეილი, ეს არის პუდელი. პუდელი ხა მთელი არმია, პატარა, საშუალო, დიდი, მთელი ის არის ვარიაციები მათი. იორკშირ ტერიერი, მალტეზე. კატებიდან თუ ძალიან მაინდაც გვინდა სფინქსი, შიშველი, ისო, რომელსაც ბეწვი არ გააჩნია და კი ბატონო მოიყვან იმას ბეწვი არა, გაკოცე და ასე შემდეგ. ალერგიული, აი ადამიანებისთვის განმარტოთ, ისო ბეწვი კი არ იწვევს ალერგიას. ბეწვზე არსებული, ესე იგი, ელემენტები ეს არის ნერწვის, ეს არის, ესე იგი, კანის ფუფხის, აი ეს იწვევს ალერგიას და შარდის ფრაგმენტები თუ არის მიკრული. აი ზუსტად ეს არის მიზეზი ალერგიის და არაფერი სხვა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხა კიდევ ერთხელ მიმეორებ, თუ ჩვენ ვართ, ესე იგი, ალერგიულები, ყოველთვის აი ეს სახეობა, ის ჯიშები უნდა ავარჩიოთ და შემოვიყვანოთ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ექსპერიმენტისთვის სასინჯად ჯობია, რომ კონტაქტში შევიდეთ, თუ ჩვენ ამ ჯიშმა რაღაც გარკვეული დღის განმავლობაში ალერგია არ გამოიწვია, შეგვიძლია მე მოდივართ, უკვე ოჯახში მოვიყვანოთ, ყავდეს და ვახო მედიკოსების ნაწილი ამტკიცებს და დადასტურებულია კიდეც მსოფლიო მკვლევარების მიერ, უამრავი მეცნიერის მიერ, რომ კონკრეტულად ძაღლთან და კატასთან შინაურ ბინადარ ცხოველთან ურთიერთობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის სასარგებლოა. აღარ ვლაპარაკობ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე, იგივე დოქთერაპია და ასე შემდეგ. ცხოველთა მოძულე მედიკები ან არასწორად მოაზროვნე მედიკებზე მაქვს ლაპარაკი. შეიძლება ის იყოს გინეკოლოგი, შეიძლება ის იყოს დერმატოლოგი და შეიძლება ის იყოს პედიატრი, ზოგიერთებზე ყველაზე არა მაქვს საუბარი და ესეთი რაღაცა მიდგომონ სკეპტიკურად. ვაიმე, სადაც ბავშვი აქ მოაშორეთ ეს ძაღლი არ უნდა იყოს აქ. საბჭოთა გადმონაშთი. ხო რაღაცა, კატა როგორ შეიძლება ბავშვთან, ან ფეხმძიმე რძალია დაუშვათ ოჯახში და მე რას ლაპარაკობთ, როგორ შეიძლება გაიყვანეთ, ან რო სხვა მიზეზით დაუშვათ არის, ან თუნდაც ალერგიული ფეხმძიმე ქალი, ან ბავშვის სხვა მიზეზით, ყოველთვის არ არის აუცილებელი რომ ბეწვი იყოს უშუალოდ მიზეზი, ხო? ან დაუშვათ ბავშვს დაემართა სოკო და ცხოველი ხო არ ყავთ სახლში, იყო ესეთ შემთხვევაში ზუსტად რამდენიმე დღის წინ და ისა მიზეზი სხვა ყოფილა დერმატოფიტოზი დაემართა ბავშვს ტრანსპორტში, როგორც ჩანს, ეთქვა ხელი მოგიდა იმას, იქიდან გადაედო და ცხოველს დააბრალეს და ეს ცხოველი გააგდეს გარეთ, წარმოიდგინეთ. მე შემდგომში რომ კიდევ დაემართა ბავშვს, ცხოველი აღარ იყო სახლში, უბრალოდ კი არ გააგდეს, ნათესავს მიუყვანეს. ისინი მიხვდნენ რომ აქ პედიატრი არ იყო მართალი და ნუ შეგნებული ოჯახი გამოდგა მადლობა ღმერთს, ის ცხოველი დააბრუნეს ოჯახში და ბავშვს სჯულებით უმკურნალეს გაქრა და ბავშვიც კარგად არის და ცხოველიც კარგადაა. სწორედ აი ბევრი ადამიანი მაგალითად ასე იზამდნენ, გააგდებდნენ და არც მოიკითხავდნენ მიზეზს ან ასე შემდეგ. აი ამიტომ მე მინდა რომ პედიატრებმა, გინეკოლოგებმა, სხვა მედიკებმა ცოტა სიფრთხილით მიუდგნენ ამ ყველაფერს ცხოველებს ნუ დააბრალებენ. ვეძებოთ მიზეზი სულ სხვა რამეში, შეიძლება ტრანსპორტში დაავადდა, ან ალერგოლოგებმაც იციან დაბრალება, ჯერ გავარკვიოთ, ტესტირება გავაკეთოთ, გამოვიკვლიოთ და მერე მოვახდინოთ დასკვნების გაკეთება, ხო? ამიტომ მე როგორც აიხა ვეტერინარი ყოველთვის, მაგალითად ელემენტარულად იმასაც გეტყვით, რომ თუ დიყუშმა, წარმოიდგინეთ, უკმინა ბავშვს, რომელიც 3 წლის განმავლობაში იყო მაში გალიაში და გარეთ არ გამოსულა დედა, რა ბიოლოგთან წაიყვანეთ სასტრაფოდ ბავშვი აცრითო. ნუ აი არ ვიცი, აი რა დილეტანტიზმს აქვს ადგილი და მართლა გასაგიჟებელია. ბავშვი აცრეს, მოიყვანეს, თუთი ხუში არის გალიაში ისა თქვენ გვის არ შეიძლება ესეთი ზედმეტი არასწორი ნაბიჯების და ან ზაზუნა მაგალითად, ზაზუნა ისეთი ცხოველია, ის არის იზოლირებული, ხო, სულ არის ვოლიერში, იმაში, აკვარიუმში, ვსვათ ესე ვთქვათ. ბავშვი ჩაუყოს მძინარის უკმეს ბუნებრივია და პანიკის საფუძველს ეს არ უნდა წარმოადგენდეს არასდროს. ეხლა ზაზუნებს და ზღვის გოჭებს ჩვენ არ ვცრით, ხო, ცობზე. კი, ყურადღება უჭირდება, ყურადსაღები უნდა იყოს, უნდა ვიცოდეთ ჩვენ იმის ისტორია, თუ ეხლა 3 დღის მოყვანილი, რა თქმა უნდა, მაშინ ფრთხილად უნდა ვიყო და მივიღოთ რა ბიოლოგის კონსულტაცია, მაგრამ თუ ამ ზაზუნას 3 წლის განმავლობაში ფეხი არ გაუდგია არსად, რეას ვაბრალეთ. რატომ მაშვებით, ხო? აი ესეც აი ძალიან ეწირებიან ამის თქმა მინდა რომ ცხოველები ექიმების არასწორ ესე იგი რეკომენდაციას და რა თქმა უნდა ეს არა აი ყოველთვის საფრთხეში ისეული გადმონაშთია ნამდვილად და ესე ნამდვილად ეს არ უნდა იყოს ცოტა
თანამედროვე გაიდლაინებით უნდა მოქმედებდეს ყველა და სწორად და კომპეტენტურად ბუნებრივია. შეეხება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დადებითი ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. მე ვიტყოდი ერთ-ერთ გადაცემაში მე ვთქვი თქვენთან რომ საერთოდ უნაყოფობასაც კი შველის თუ გახსოვთ აი ჩიხუახუა, თუნდაც იორკშირ ტერიერი და უშუალოდ აი წყვილები რომელსაც შვილები არ ყავთ ეს რეკომენდაცია ყოფილა და უშუალოდ კომპეტენტური ექიმებისგან რა თქმა უნდა რომ მახეთ აბა მოიყვანეთ ძაღლი პატრა და ყავდეთ და ნამდვილად ეს ესე მათი ზრუნვა პატრონობა საერთოდ ისეთ ინსტინქტებს და ისეთ იმებს აღვიძებს ადამიანის ორგანიზმში რომ თუ დაუშვათ აი სპერმატოგენეზისა და ოვოგენეზის პრობლემა დაუშვათ ანთროლოგიურად არ არის დარღვეული და უბრალოდ არ ხდება შეუთავსებლობა ხდება ამ დროს ეს ცხოველი ისეთ რაღაცას ქმნის აი სიტყვით აუღწეველ რაღაც პროცესების ორგანიზმში და რომ ფეხმძიმდება დაუშვათ მეუღლე და რაღაცა უკვე ეს თერაპია საერთოდ ეს დოგოთერაპია იგივე ესე ძალიან პოპულარული მსოფლიოში ძალიან და მინდა რომ საქართველოში დაინერგოს და ამას ძალიან დიდი ყურადღება მიექცეს. სწორედ ძალიან აი ყოფილა რომ ეს უნაყოფობა ესეთი დამარცხებულა ესეთი კარგი დოგოთერაპია. ასე რომ შევაჯამოთ თუ ჩვენი ძაღლი ჯანმრთელია, თუ ჩვენ ვიცავთ მოვლის წესებს, მითია ის რომ მისი ბეწვი საშიშია. ასე რომ მოდი ერთად დავანგრიოთ, არა და არა. ბეწვი არ არის საშიში. მადლობა დიდი. მადლობა შენ. მაშასე ჩვენს ეთერში რუბრიკა სტუმრის დროა. ცნობილი ტელეწამყვანი, ცხოველთა მოყვარული, დამცველი, გულშემატკივარი, უსაყვარლესი მაიკო ასათიანია ჩვენი მასპინძელი. თავის ორ ოთხფეხა მეგობართან ერთად გამარჯობა მაიკო. ძალიან დიდი მადლობა. პირველად ვარ რესპონდენტის როლში, როგორც დუდის და ბუბუს დედა და არა როგორც ტელეწამყვანი, ან დამწყები ბიზნესმენი. დუდი, რას აკეთებ ახლა შენ და ვერ ვიტყვი რომ ესენი ჩემი ოთხფეხა მეგობრები არიან, იმიტომ რომ ჯერ ერთი მარკ ტვენს დავეთანხმები სრულიად. ბევრ ადამიანს ჯობიან. თუ არა ყველას, იმიტომ რომ გულწრფელი სიყვარული იციან. ამათვის სულ ერთია ვინ ხარ, რა თანამდებობა გიკავია, რამდენი ფული გაქვს, წარმატებული ხარ, წარუმატებელი ხარ, კადრში ხარ თუ არ ხარ, მაინც უყვარ ხარ, შენ ნამდვილი უყვარ ხარ. დუდის და ბუბუს რატო დაიმალე დუდიკო? ხო, აი დასამალი არ არის ულამაზესი გოგო. დუდის და ბუბუს არ უყვართ მაია ასათიანი, დუდის და ბუბუს უყვართ მაია. და ბევრი ვერ გამიგებს ალბათ, მაგრამ ჩემ გადამრჩენლებს ვეძახი, იმიტომ რომ მართლა გადამარჩინეს ისეთ სითბოსა და სიყვარულში გამახვიეს ორივე. ძალიან კარგად მესმის. მეც მქონდა მომენტი, როცა ვიფიქრე, რომ არავის არ უჭირდები. და მაშინ ქუჩის ცუგებმა მიმახვედრეს, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვარ. აქვთ ეს ამ საოცარ არსებებს. განსაკუთრებით როდის იცი, აი ყველაზე რთული მომენტი ჩემთვის იყო საღამო და საღამოს სახლში მოსვლა და ცარიელ სახლში შემოსვლა. და ეს არც ერთი წამით არ მიგრძნია, იმიტომ რომ დუდი ნუცას ძაღლია. და პარიზში წასვლამდე მოვიდა დუდი ჩვენ ოჯახში და კარს რო ვაღებდი ისეთი სიყვარულით და სითბოთი ხდებოდა რომ მე ცარიელ სახლში არ შემოვსულ ვარ და მე მოვიყვანე ბუბულიკო ერთად გაიზარდნენ ოღონდ სასაცილო არის ის რომ ბუბუს მეტი ინტელექტი აქვს და ჰასკისთან ერთად რო გაიზარდა თავი ჰასკი გონია ამიტომ ამ ორ ძაღლს შორის ლიდერი და ალფა არის ბუბუ თავი ჰასკი გონია irას ნიშნავს გეხვეწე მე ბრძოლია მოჭხუბარია ძალიან პრინციპულია ან როცა ასე ირნებ წინ ბუბუ უნდა ვიდიოდეს ეხა მაგალითად ჩვენთან ეზოში მეტრიანი თოვლი დევს დუდის როგორც პატარა ფინია ძაღლს უყვარს ლოგინში კოტრიალი და ბუბუ დღეში 9 ჯერ ვუცვლი იმიტომ რომ დახტის ამ თოვლის გორებზე და სუსველია მე როგორი კარგი ამბები აი ესეთი ჩატკუნული ნახეთ
ესეთი ჩათბუნულიც იმიტოა, რომ ეზოდან არის ახალ ამოსული და რო არ გაყინულიყო, იმიტომ რომ მე სუ იყინება და დუდი ამ დროს ლოგინში წევს. ადექი გოგო სირცხვილია. დუდიკო გამოდის რომ არის დედობილი, ხო? ამ პატარა ქალბატონის. მეგობრები არიან, დაიკოები არიან უფრო დედობილი არ არის. საოცარი ერთგულება იციან. მე ძალიან მიყვარს ჩემი თხისის მონაკვეთი, როცა ერთად ვსეირნობთ, როცა ვყვებავ და სხვათა შორის ჰიგიენურ პროცესებს მე ვუტარებ პირადად. მე სიამოვნებას მანიჭებს, კი იგივე დაბანა, იგივე დავარცხნა, იგივე გააკრეჭა. ჩემი დღის რუტინის ერთ-ერთი ნაწილია, მაგალითად ბუბუს არ უყვარს, რომელიც ახს უყვარს საშინოდ არ უყვარს ბანაობა. ხო და ნუ უნდა შეამზადო სპეციალურად, იმიტომ რომ იმალება და უნდა სადღაც შემძვრალი იპოვო. დუდის ეშინია წყლის და ამიტომ ბუბურო ბანაობს, სადღაც არის ეზოში დამალული აუცილებლად, ჩვენ პატარა ეზო გვაქვს. დუდის სახლში დაბანა შეუძლებელია, პატარა დრაკონად გადაიქცევა ხოლმე და ძიმეა თან და ვერ დაბან, რვაფენა ბეწვი აქვს, ამიტომ გრუმინგზე დავდივართ ხოლმე, ხო. და ძილით სხვათა შორის აი ერთადერთი ჰასკისთვისება რაც აქვს, იმიტომ რომ სიცივე არ უყვარს. ხო ციმბირული ჰასკია, მაგრამ სიცივე არ უყვარს. ერთადერთი ჰასკისთვისება არის ის, რომ გარეთ გადის აივანზე და ღამე გარეთ იწინებს. თუ მღერის და არ მღერის. არა, არ მღერის, ძალიან მინდოდა რომ ემღერა, მაგრამ ბუბუ იმდენს ყებს, რომ ჩვენი მეზობლები ამითიც ხო კმაყოფილები არიან, ხო რომ კიდე კაი დუდი არ მღერის. და მე შემოდის ხოლმე და დილით მე რო ვიღვიძებ, უკვე ორივე გვერდით მიწევს. ხანდახან მწერენ ხოლმე რომ აი ესეთი ხალხი არ მესმის, ფუ ძაღლი ლოგინში როგორ გიწევს, ხო და აი ეს ფუ სიტყვათან და ჯერ ერთი ბევრ ადამიანზე უფრო მოვლილები არიან. რა თქმა უნდა და ბევრ ადამიანზე უფრო ერთგულები არიან, მადლიერნი არიან. უფრო ერთგულები არიან, რაც წლები მემატება, ხო ცნობილი ფოტო რო ჯერ რო 20 მეგობარი ყავს, მე 10 და მე არც ერთი და ბოლოს ძაღლებთან ერთად რო ხარ, სულ მიკვირდა. ესეთი ადამიანი ვარ მე მიზანსტრაფული და არაფრით არ მესმოდა ბრიჯიტ ბარდო კარიერის პიკში, რატო წავიდა კარიერიდან და რატო მიუძღვნა მთელი ცხოვრება ცხოველებს და რატო ჩაიკეტა თავის ვილაზე. ახლა მესმის აბსოლუტურად. აი სრულიად მესმის. დუდი არის ჭვიანი ძალიან და ბუბუს გარდა არ უყვარს არც ერთი ცხოველი. ეს არის ხო ჰასკის კიდე ერთი თვისება. ამიტომ არ შემიძლია რომ თქვა აი კიდე მოვიყვანო ძაღლი, თორე რო შემეძლოს აი მართლა ჩვენ ეზოს ძაღლებით გავავსებდი. მაიკო, ჩემო ძვირფასე, როდესაც დაგირეკე და გთხოვე რომ ამ გადაცემაში მიგიღო მონაწილეობა, გითხარი რომ ჩვენ ვატარებთ PR კამპანიას ნუ დაჩაგრავ მიუსაფარს ქუჩის ცხოველების მხარდასაჭერად. მე ვიცი რომ გულით ტკივა შენც, მე ვიცი რომ გაგუსათქმელი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი მეგობრები, რომელთა არჩევანი ნამდვილად არ არის ქუჩაში ცხოვრება. მოდი შენი აზრი გაგვიზიარე, ემოცია. იცი რა არის თემა, რომელზეც წავუბრაზობ ხოლმე, როცა ძაღლი აყავთ, ანყიდულობენ სათამაშოდ, მერე მობეზრდებათ და აი ასეთ პაწაწუნად სუგებს გარეთ აგდებენ. ანუ რეალურად სასიკვდილოდ იმეტებენ და მეორე მომენტი ხშირად ვნახულობთ ხოლმე სოციალურ ქსელში, ნაწამებ ცხოველებს და აი 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს უბრალოდ ეშინია იგივე გაუკეთოს სხვა ადამიანს, თორე გააკეთებდა იგივეს და მოკლავდა ადამიანს, ვისაც ცხოველები არ უყვარს, ჩვენ ცოტა უცნაურ ადამიანებად მივაჩნივართ, მაგრამ აი ამ სიტუაციაში, როცა გარეთ ძალიან ცივა, როგორ შეიძლება გულგრილმა ჩაუარო, ეს ხო მისი არჩევანი არ არის ქუჩაში ყოფნა, ანუ აი რა პრობლემაა, რომ თუნდაც აი ყველა მაღაზია
მაღაზიის მფლობელმა მაღაზიის წინ დადგა საკვებით და წყლით სავსე ჯამები, მაგალითად პეკინზე არის ესთეტიკის ცენტრი, რომლის მფლობელს ძალიან უყვარს ცხოველები, ძალიან ბევრი ქუჩის ძაღლი ყავს შეკეთლებული და აი რო გაიხედა მაშინვე იცნობ რომელია, იმიტომ რომ იქ დგას ორი ჯამი მიუსაფარი ცხოველებისთვის. აი რა დაშავდება რომ ყველამ ეს გააკეთოს. მაიკო, ჩემო ძვირფასო ამ თემაზე მინდოდა გადაცემის გაკეთება და როგორ გამიხარდა ხა რომ გააჟღერე. იცი, არასდროს არ გაჟღერებულა ეს თემა საქართველოში. ბევრ ქვეყანაში ხა შენც გეცოდინება რა თქმა უნდა. ეხმარებიან დიდი სიამოვნებით, დიდი სიყვარული. ჩვენთან რაღაცა ცუდ ტონად ითვლება და ეგეთ ადამიანებს არ ვეკონტაქტები, ვინც ასე თulis და ეს იცის ჩემმა გარშემოყოფებმა და შესაბამისად ისეთ ადამიანს ვინც ძაღლზე იტყვის რომ აი ფურა საშინელება და ბინძურია იციან და საგანგებოდ მარიდებენ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად ამ ორმა არსებამ გადამარჩინა და მათმა სიყვარულმა იცი რა არის აი ყველაზე საოცარი მე არ ვარ ის ქალი რომელიც გამოხატულად გლოვობს ხოლმე იშვიათად ტირი ვარ ძალიან ეხლა დავიწყე ტირილი მაგრამ ძალიან ხშირად ვარ ჩუმად მძიმე დეპრესიით და ჩემ ტრაგედიაში გარემოცული ოღონდ ამას არავის არ ვანახებ ეს იციან მხოლოდ დუდი და ბუბუ ოღონდ რო შემომხედა ვერ მიხვდები და აი რაც ამსაც აი ეს რაღაც შავი ღრუბელი მოდის ხოლმე აი ბუბუ ესია ყოველთვის მეორე მხრიდან აქეთ მუხლზე თავი უდევს დუდის და ესე ვართ ხოლმე ანუ მანიშნებენ რომ ნუ გეშინია ჩვენ შენთან ვართ თქვენ რო იცოდეთ როგორ ტირო და დუდი ლეკვი იყო მაშინ როცა ეს ამბავი მოხდა დაიჯერებ რომ ესენი უფრო ადამიანები არიან ვიდრე ჩვენ ადამიანის ცრემლით ტიროდა მე მჯერ ამის მაიკო იქნება რაღაც ისეთი რაც მე არ გკითხე და გაქვს სათქმელი ჩვენ როგორც სოციალური ჯგუფი უნდა გავიზარდოთ მაგრამ ადამიანებს ვჭამთ და ცხოველებს რას უზამთ ცოცხლად ვმარხავთ ადამიანებს და ოთხფეხა მეგობრებს რას უზამთ და ყველა ის მოქალაქე ვისაც მანქანაში ან ჩანთაში ძაღლის საჭმელი უყრია იმისთვის რომ ოთხფეხა ესე მობოდიალე ქალაქში ყურზე რო ყვითელი დამღა აქვთ ხო მათ საჭმელი აჭამან ზე ადამიანები მგონია ძალიან შორს ვართ ჯერ იქამდე რომ ყველა მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გავიაზროთ და გავითავისოთ რომ მას უნდა მიეხმარო დაიცვა 2 წლის ბავშვის ტვინი აქვს ანუ მეტი ტვინი ვერ ვითარდება ასე შეხედეთ რომ 2 წლის ბავშვი არის სახლიდან გამოგდებული და მას დახმარება და უმწეოა ძალიან მეამიტია და გიყებს იმიტომ რომ შენი მეშინია მეტი არაფერი ჩემო ძვირფასო ძალიან კარგად გიცნობ საქართველოს და არა მარტო იცი შენ თვითონ უამრავი მრავალრიცხოვანი მაყურებელი რომელსაც მუდმივად ენატრები თუმცა ამ კუთხით არ გიცნობს არავინ მაიკო და ქუჩის ცხოველები მოდი თქვენი მეგობრობის შესახებ მიამბე ნახე როგორ არის მე ქუჩის ცხოველებთან კონტაქტობ როცა ბუბუ და დუდი სახლში არიან იმიტომ რომ ბუბუ არის კონფლიქტური ეს არის ბუბუ აი შეხედეთ ძალიან საშიშად ანუ ძალიან საშიში ცხოველია ხო და ყოველთვის იწვევს ხოლმე კონფლიქტს და თან ძალიან ეჭვიანია ამიტომ ჩვენთან ძალიან ბევრი მოკედლებული ცხოველია და ამ ხრივ ის ადგილი სადაც მე ცხოვრობ შეიძლება ითქვას რომ აი მოწინავეა ქალაქში და აი ქვემოთ მაღაზიასთან ნახავთ კიდევაც სახლები დგას მიუსაფარი ცხოველებისთვის და ამ უბნის ცხოვრებლებს ტრადიციად გვაქვს ასე ვთქვათ რომ საჭმელი ჩაუტანოთ აქ ჩემ სახლთან ახლოს მყავდა მოკედლებული ერთი საშუალო ზომის ცუგული დავარქვი და მოვიდით ხოლმე მთელი კორპუსი და მე გავუტანე ჯამი და წყალი ძალიან ცხელოდა იმ დროს
ხო და ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ეს ჯამი და საჭმელი და მეორე ჯამი წყლით გადაგდებული იყო და ცუგულიც წავიდა ხო ვიღაცამ გადააგდო ესეთები ვართ არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ და საიდან ვართ ხო არიან ადამიანები ვისაც უფრო შეგნება ამისი არა აქვს თხოვ მითხარე ხა ის ადამიანი რომ აქ იყოს რომელმაც ჯამი გადააგდო რას ეტყოდი მე როცა რაღაცაზე გაბრაზებული ვარ ხმის ტონის აწევა არ ვიცი ოღონდ ვიცი ისე თქმა რომ მას ეს არასდროს არ დაავიწყდება მაგრამ ის ამას ვერ გაიგებს მე ვიყავი ის ქალი რომელსაც ვერ წარმოედგინა რომ სახლში ცხოველი ეყოლებოდა რამდენჯერმე ვცადეთ სახლში პატარა ლეკვის მოყვანა იმიტომ რომ ნუცას უნდოდა ძალიან და მივხვდი რომ ვერ შევძლებდი არ მიყვარდა არ მომწონდა ვერ ვიაზრებდი ეს რა იყო და ბოლოს ჩემ შულს იმდენად უნდოდა რომ ხშირად მომიყოლია Game of Thrones უყურებდით და იქ ერთ-ერთი მთავარი გმირები არიან ჰასკის მაგვარი მგელსაზარები და გადავწყვიტე რომ მეთქი წავალ და მოვიყვან ლურჯთვალა პატარა ჰასკის თქო იცით როგორი იყო პანდას გავდა ერთი თვის იყო ესეთი მრგვალი და ძალიან ცუდი გოგო ვარ იმიტომ რომ ლოგინში არ ჩავიწვინე და კაბინეტში ჩავკეტე თავისი საჭმელით და დილა რო გათენდა და რო შევედი წითელი ლაქი მესვა ფეხებზე ისე კარგად მახსოვს ისე შემომეგება ეს წითელი ლაქი ეგონა სათამაშოები დაუწყო თამაში ისეთი მადლიერი იყო რომ საჭმელი შეუტანე რომ აი ეს ჩემი გაქვავებული გული გაალღო და იმ წამის მე და დუდი ერთმანეთს არ დავშორები ვართ იმიტომ რომ სადღაც წავიკითხე ინტერნეტში რომ გიჟი არ გეგონოთ ძაღლებს ველაპარაკებიო ხო და მე უარესს ვიტყვი გიჟი არ გეგონოთ ისინიც მპასუხობენ თქო იმიტომ რომ მე არ მიყვარს ალბათ დიდი ცხოველებისთვის აუცილებელია მაგრამ გაწვრთნა დაჯექი ადექი ისეკენი ახტი ამით აწვალებ ცხოველს სიჩვენე თავისუფლად იყო როცა ადამიანურად ელაპარაკები და ჩვენ სულ ვლაპარაკობთ აბსოლუტურად ყველაფერი მესმის აი და გაგებინებს რომ მე გავიგე ეხა მართლა გიჟი არ გეკონოთ ანუ როცა მივდივარ ვუხსნი რომ ზურფასო მათ გამომეტყოლება აქვთ როგორ ხასიათზე არიან ამასაც ხედავ მე ეხა ვუთხარი მაგალითად დუდიმ და ბუბუ მიციან რა არის გადაღება იმიტომ რომ აქ ხშირად მოდიან ხოლმე გადამღები ჯგუფები ეს ერთი და პატარები რომ იყვნენ დამყავდა სამსახურში და იქ იცოდნენ რუსთავის დიდ შენობაში რომელია ჩემი ოთახი და სად არის სტუდია მაგალითად რომ ეტყოდი რომ ეხა სტუდიაში მივდივარ წამობძანდებოდნენ სტუდიაში და თან ჩემს ავარძელში სხდებოდნენ ეხა ვუთხარი რომ გადაღება გვაქვს და შესაბამისად აი პუბლიკო ისე იქცება ხო ხოლებრივად იქცევა თუმცა დოდიკო ჩვენი მეგობარი ცოტა გაიპარა ეს ეხა ჰასკის ხასიათია ანუ ცოტა ხანი ხო იჯდა ჩვენთან და ეხა თავი დამანებით მეტი აღარ შემეძლია თქვა ხო მაიკო ჩემო საყვარელო არ ვიცი შეკითხვა უნდა დავსვათ თუ არა რაც კიდე ის კითხე ჩვენ შვილებს ყოველთვის ვეკონტაქტებით რომელ სამყაროშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი უყვები ხოლმე დუდის შესახებ ამ პატარაში. არა, მე არა მაქვს განცდა, რომ ჩვენ დაშორებულები ვართ. ნუცა სულ ჩემთან ერთად არის. ანუ ეს ის მომენტი არ არის, რომ აი ვთქვათ, დღეში ერთხელ ფიქრებით ველაპარაკები. წამი არ არის, როცა მას არ გრძნობ და ალბათ თავიდან იცინოდა, რაც აღმოაჩინა, რომ მე ცხოველების ასე არ მოყვარულმა ქალმა ხო ასე ძალიან შეიყვარა ცხოველები. რატო ქვია დუდის დუდი? მე მიყვარს ხოლმე სხვადასხვა, აი ვინც მიყვარს მას სხვადასხვა მოსაფერებელ სახელს უგონებ ხოლმე და ნუცას ვეძახდი დუდის. სულ ბოლომდე ვეძახდი დუდის და უკვე რომ გაიზარდა და 17-16 წლის იყო, მითხრა რომ მოდიო ცუგას დავარქვათ დუდიო და მე დამიძახე ნუცაო და ნუცას სახელი ქვია ფაქტობრივად ხო ხანდახან წამომწდება ხოლმე და დევეუნები და ნუ მე ვხვდები რომ ხო ესე რაღაცა ნუ
მაიკო, ჩემო ძვირფასო, მაინც ამთარია თებერვალია, მაგრამ ცივა ჯერ კიდევ სანამ დათბება არის დრო. მოდი ვთხოვოთ ჩვენს არაჩვეულებრივ თანამოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ კეთილ ხალხს, მე მჯერა რომ ისინი არსებობენ. მოდით დავახმაროთ, გამოვყვებოთ. ერთი კვების შედეგად ჩვენ მას ვაძლევთ შანსს რომ იცოცხლოს მეორე დღემდე. მოდით ხოვნით მივმართოთ. ვიცი რომ მიერთდებით ამ თხოვნაში. რა თქმა უნდა, გიერთდებით. მეგობრებო, ნებისმიერ ცხოველთა კვების მაღაზიაში შეგიძლიათ შეხვიდეთ და აი თუნდაც ერთი ჭიქა საკვები იყიდოთ, ეს არ ღირს ძალიან ძვირი. და აი თქვენ თვითონ დააკვირდეთ მე იმ ძაღლის მზერას როგორი მადლიერი იქნება ამ ყინვასა და სიცივეში თქვენ რომ საკვები უწილადეთ. ან ყველას გვაქვს სახლში პლედი ან ძველი ჯემპრი ან რამე თბილი ტანსაცმელი რომელსაც აღარ ვიყენებთ. საღამოს რომ მიდიხართ ქუჩაში გაიყოლეთ ეს თბილი რამე რუმე და გადააფარეთ მათ რომ არ გაიყინონ. იმიტომ კი არა რომ ასე მოქცევა კარგი საქციელია. ჩვენ ადამიანად ხვდის ჩვენზე უმწევებს როგორ ვექცევით. ხო და ძალიან მინდა გთხოვოთ ეს. მადლობა დიდი. გაიხარეთ. დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ რომ შევხვდებით მომავალ კვირას ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე, რა თქმა უნდა, Silk Universal-ზე. თქვენთვის ჟურნალისტი ნანა ავალიშვილი მუშაობდა. ნახვამდის.